მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას წარმატების გასაღები. მე მისი წამყვანი ქეთა ტრაპაიძე გახლავართ. დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ პოეტი ვახტანგ გურამიშვილი. მოგესალმებით, ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა პირველ რიგში. ყველა იმ ადამიანს მოვხდი დიდი მადლობას, ვინც წინის გამოშვებაში დამეხმარა და ამ გადაცემაში მოწვევისთვის დამეხმარა. ჩემი პირველი ამოცანაა, რომ გავაცნოთ ხალხს ჩემი შემოქმედება. მივაწოდოთ ჩემი აზროვნება, მივაწოდოთ ჩემი განწყობა, მივაწოდოთ ჩემი აღქმა სამშობლოს მიმართ, სიყვარულის მიმართ, მივაწოდოთ ჩემი აზრი და თავისუფალი გონება მინდა რომ ჩამოვაყალიბოთ ჩემ აზროვნებაში. ამის შემდეგ ჩემი მიზანია ვიყო პოეტი, ჩამოვყალიბდე პოეტად, რომ გამიცნოს ხალხმა და პირველში იმიტომ მინდა გამიცნოს, რომ დავაფასო ქართველი ერი. როდიდან დაიწყე ლექსების წერა და რა იყო მიზეზი, რომ შენ პირველი ლექსი შექმენი? რომ დავწერე პირველი ლექსი დაახლოებით იქნებოდი 25-26 წლის. დავწერე სამშობლოს სიყვარულის მიმართ, ადამიანების სიყვარულის მიმართ. და ჩემი შთაგონება იყო, რომ სამშობლოს შემეყვარებინა უფრო მეტად და ჩემი კუთხე, ჩემი დმანისი უფრო დამეფასებინა და ჩემი ქართველი ერი უფრო დამეფასებინა ამ ჩემი შემოქმედებით. შენი სამომავლო გეგმები? სამომავლო გეგმები არის ჩემი ის, რომ მინდა რომ უფრო გავცერდეს ჩემი პოეზია, მეტ ხალხმა გამიცნოს, უფრო მეტი ლექსი დავწერო და უფრო მეტი შთაგონება მოვიდეს ჩემ აზროვნებაში. მე გავიგე ინფორმაცია, შენი ლექსი წაიკითხა მინდია ქიტიაშვილმა და ტელეკომპანია ახალმა შექმნა კლიპი. მადლობას ვეთქვი მინდია ქიტიაშვილს, ტელეკომპანია ახალს, რომ ჩემი ლექსი გადაიღეს, შექმნეს და გამოაშკარავეს და გააცნეს ქართველ ერს. დღეს პირველად ბატონმა ვახტანგმა ნახა თავისი წიგნი სულის ამოძახილი და თქვენ ასევე იცით, რომ მეც ნამდვილად პირველად მაქვს გამოცემული ჩემი წიგნი აფეთქებული ბროწეულები და დღეს როგორც პოეტი, პოეტს გადასცემს გაცვლის წიგნებს ეს ჩემგან საჩუქრად და აუცილებლად წავიკითხავ, შენ შემოქმედებას გავეცნობი და ძალიან ბევრ და ულებთ წარმატებებს გისურვებთ. ქართველი ერი. ფარნავაზიდან მოყოლებული ქართველი ერი მუდამ მედგარი. მუდამ ხმალითაც მოღერებული. მე მათ ნაბრძოლსაც დღესაც შევხარი. თუმცა მურმან ყრუმ გაგვავლო მუსრი. მანაც გვიხოცა ჩვილი ბავშვები. არც დედის ტირილს ისმენ და ყურში თითქოს არ იყო მაშინ საშველი. წლები ყოფილა კვლავ წამებული. აბოთბილელი გვიკლეს מחვილით. მტერი ყოლია თავაღებული მუდამ ვებრძოდით მათ შეძახილით. ბევრიც ყოლია ჩვენ მაწყევარი, ვინც არ ისმენდა დედის გოდებას. რწმენისთვის დაგვწეს ჩვენ სატევარი, ამიტომ გქონდა სულის ცხონება. ჩვენ მაინც დავრჩით სული თამაღი. არ დაგვიხრია თავი არასდროს, ზურგიც გვაქცია ბევრმა ღალატით ქართველი ერი მაინც ამაყობს. დავით მეფემ ხომ ჩვენ გაგვაბრწყინა. გაამთლიანა ქართველი ერი და 64-ში დაიდო ბინა, მარად დარჩება მისი სახელი. თამარიც ყავდა ჩვენ გადამრჩენიც, მათი ხსენება მეც კი მეღირსა. მანაც შემუსრა მტერი გამცემი შვილთა შვილია დავით მეფისა.